ყველა მეძახის. იმიტომ რომ კარგი ვარ და ზოგი კომპლექსდება, ზოგს უხარია, ზოგი ცდილობს რომ თავი გამოიჩინოს და ესე წერ. მადლობა პირველ რიგში ბატონო გია რომ დაგვთანხმდით პოდკასტში მოსვლისთვის. მე პირდაპირ გეტყვით რომ მე არ ველოდი ამას. ასევე მადლობა HP გრიბოიდოს რომელიც გვიმასპინძლა. ბატონო გია, მოკლედ ჩემი თემა არის ძირითადად მოტივაცია, სამოტივაციო მინდა, აი მაგალითად ახალგაზრდებისთვის, ვისაც მაგალითად აი ეხლა იწყებენ რაღაც ეტაპებს, მაგალითად ფიქრობენ რომ აი არ გამომივა, ის გამომივა, აი ნაბიჯი რო გადადგანა თქვენ, ყველა ძალიან მოყვახართ, მოსწონ ხართ, აი პირდაპირ ხარ. პირველად შევხვდი მეგობრებო, ბატონ გიას და არ ვიცი, აი რაღაცნაირად ხო, ცოტა შორის ვიღაცებს არ მოვწონვარ და სულ ფიქრობ ხოლმე, ვისაც არ მოვწონვარ ესე ვამბობ ხოლმე ხუმრობით, რომ აუცილებლად გაესინჯონ ეკიპს. იმიტომ რომ ნახეთ, მე ვარ ძალიან უწყინარე ადამიანი, რომ დამიშავებ, საშუალებას გაძლევ, რომ მიხვდე შენ დანაშაულს. ანუ არასოდეს არ ვერჩი არავის. არც ერთი სტატუსი, არც ერთი შეტყობინება უარყოფითი არ დამიწერია Facebook-ზე. აი ხო არის რომ ვიღაცა ცუც რო დაგიწერს, არც პასუხს არ ვცემ. ნახეთ, ეს ენერგეტიკაც ეს არის, რომ თლიანად ვარ განთავისუფლებული ნეგატივისგან. ზოგადად მიყვარს ადამიანი. აი ვიღაცამ რაღაცა ცუდი დამიწერა, გადავდივარ ვამოწმებ, ვინ არის? სურათს რო შევხედავ განვიარაღდები ხოლმე, რომ ადამიანია, არ ვიცი. მოდი პრინციპში დავუბრუნდეთ იმას, რომ აი პირველად როგორ მოხვდით საერთოდ ტელევიზიაში, ხო, აი როგორ დაიწყეთ ეს ნაბიჯები, როგორ მოხდა ეს. არ ვიცი, ჩემი აზრით ბევრს აინტერესებს, ხო, როგორ მიხვედით ამ. მე დავამთავრე ჯერ თეატრცოდნეობა, მერე დავამთავრე კინოსარეჟისორო, ხატული კინოს რეჟისორი ვარ, დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სულ ვსწავლობ, ეხლა ვსწავლობ. ესე იგი, რომ დავამთავრე კინოსარეჟისორო, დავიცავი დიპლომი და დაიწყო ომი, სამოქალაქო ომი. და გამორიცხული იყო მაგ დროს კინოს გადაღება და სად უნდა ვიმუშაო? არა და მე რაიონიდან ვარ ჩამოსული, უნდა ვიმუშაო, რომ ფული ავიღო და ვჭამო, ვიცხოვრო და ამიტომ დავიწყე პირველად კინო სტუდიაში ვიყავი მუშა და გამნათებელი. ოღონდ გამნათებელი შუქის მხატვარი კი არა, განათების აპარატურას ვზიდავდი. ანუ უნდა გადამეტანა ერთი ადგილიდან მეორე. ანუ ჩემთვის იმ პერიოდში მუშაობა იყო შემოსავლის წყარო. იქ მუშა ვიქნებოდი თუ რა ვიქნებოდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ ესეთ ოჯახში გავიზარდე, პატიოსანი შრომით უნდა იცხოვრო. ერთხელ ფანქარი ვიპოვე, სკოლიდან რომ მოვდიოდი და სახში რომ მივიტანებ თქვი და ბებიაჩემ წამიყვანა და იმ ადგილზე დამადებინა, სადაც ვიპოვე. შენი რო არ იყო, რატო აიღეო? აი ესე გავიზარდე. და დავიწყე მუშად მუშაობა, მერე დავიწყე ასისტენტი ვიყავი ერთ-ერთ ფილმზე, მერე ტელევიზიაში მოვხვდი და ტელევიზიაში ვიმუშავე ყველაფერზე. ბოდიში ტელევიზიაში პირველ არხზე. სამოწყობლო. კი, სამაუწყებლო, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ესე იგი, დავიწყე ასისტენტად, მუშაობდი ოპერატორად, მუშაობდი ჟურნალისტად, მუშაობდი რეჟისორად, პროდიუსერად, აი ყველაფერზე მუშაობდი. და მერე გადავედი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორად დამნიშნეს
საერთოდ ვარ კანონმორჩილი. ბოდიში, ჩაგეკითხებით, ეს რომელ წლებში არის ეს და რამდენი წლის იყავით? ეს არის წლებს ვერ გეტყვი, წლებს გეტყვი მარტო, ეს არის 90-დან შემდეგ. 90 მაშინ საერთოდ არც ვიყავ. რამდენი წლის? 34-ის ვარ, ანუ 91-იანი ვარ, 90-დან თუ ხართ, ნუ ერთი სიტყვით დაბადებული, ესე რომ ვიტყვა. დაბადებულიც კი არ იყავი, მე რომ შრომობდი. ხო და აი ესე დავიწყე, წერდი სცენარებს, თან პარალელურად ერთი სამსახური არ მყოფნიდა. წერდი სტატიებს, თანამშრომლობდი ჟურნალებთან, გაზეთებთან, გავაკეთე პროექტები, მე ვიყავი პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში, ძალიან საინტერესო პროექტი გავაკეთე, ლექციებს ვკითხულობდი, დავიცავი დისერტაცია, ვარ ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი. ოღონდ ამებზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ ჩემ ყვითელ თემებზე. არ ვლაპარაკობ აი განათლებაზე არ წარმოვაჩენ ჩემ თავს. ადამიანები რო იგებენ, ვაიმე, ჩვენ როგორ ის გვეგონა რომ რაღაცა ცოტა ვერ ახარ კარგად. რა არის იცით, აი არ 45 წლის ვიყავი ფილოსოფიის ფაკულტეტზე მოვეწყე ჯავახიშვილში. ხო და შრომა, განათლება და პასუხისმგებლობა. ეს არის ყველაფერი, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს. მე თავიდან, კომუნისტების დროს იმ პერიოდიდან ვარ, საერთოდ მქონდა ზოგადი განათლება და ძალიან ბევრს ვკითხულობდი, რომელიც გამომადგა. და მე ხუმრობით ვამბობ ხოლმე, ეხლა ისეთი დიდი გზა გავიარე, რომ ვამბობ ChatGPT ვიყავი ადრე. ხელოვნური ინტელექტი ვიყავი ადრე, იმიტომ რომ ყველა კატეგორიის ადამიანი მეკითხებოდა თავის ცხოვრებაზე, თავის ხასიათზე, თავის ბუნებაზე. მე ვარ ბუნებით მკვლევარი და მართლა ვიკვლევ ადამიანებს. ეხლა მე თქვენ გაკვირდებით, რაზე გაქვთ რეაქცია, როგორ ლაპარაკობთ, ვფიქრობ, რატომ მომიწვიე, რა გაინტერესებთ, მართლა გაინტერესებთ თუ არა, რეიტინგი გინდათ და იმიტომ მომიწვიეთ, ყველაფერზე ვფიქრობ. აქედან გამომდინარე, დასკვნას ბოლოს გავაკეთებ ისიც ჩემთვის. აი საიდან დაიწყეთ თქვენ, სადამდე მიხვედით და რა გზას ადგახართ ახლა? ბევრი ადამიანია, ვინც მაგალითად, აი როგორც დავიწყე თავიდან ვთქვით, არ იცის რა გააკეთოს, აი ზოგადად მე ვიყავი, აგერ შეფი ვიყავი, მუშაობდი და ძალიან ბევრი მიცნობს ამ პოზიციაზე თვითონ რესტორანტორები, მაგრამ მოვედი, გადავწყვიტე, შემოსულიყავი YouTube-ზე და მე დამეწყო ჩემი გამოკეთებინა, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. მოკლედ ეს არის სამოტივაციო ახლა მინდა ბატონო გია რომ იყოს ეს რა არის იცით აი სამოტივაციო ძალიან ბევრი ადამიანია დაუშვათ დღევანდელი გადაცემა თუ სამ ადამიანს ორს ხუთს რაღაცას ეტყვის ისეც რომ მას წაადგება უკვე გამართლებული იქნება არსებობს რაღაცები რომლის გარეშეც ვერ მიაღწევს ადამიანი თავის საწადელს ეს არის სწორად უნდა გამოიცნოს რა უნდა მას არიან ადამიანები რომლებიც ეძიება ხან ეს მოწონს ხან ის მოწონს საკუთარ თავს იძიებს ნახეთ მთავარი მაინც არის განათლება და შრომა. როცა რაღაცა იცი, ხარ თავდაჯერებული. აღწევ მიზანს და ნახეთ ყველა ჩემი ნაბიჯი. აი მე მიფიქრია რა მინდა და იმ მიზნისკენ მივდიოდი. ეხლა გეტყვით რა, მე ძალიან მინდოდა გაზეთში, ჟურნალში მეწერა სტატიები. ამისთვის საჭირო იყო, რომ მე კარგად მცოდნოდა ქართული გრამატიკა.
შეიძლება ლაპარაკში შეცდომები დავუშვა, მაგრამ წერით შეცდომებს არ დავუშვებ. ვიცი სასვენი ნიშნები სად უნდა დავსვა, როგორ. უკვე ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნახეთ, თუ ადამიანს უნდა რაღაცა შექმნას, ამისთვის უნდა იმუშაოს. ნახეთ, მე რომ შია, მე ხო ვჭამ. რო ვჭამ, ხო ვამოძრავებ ხელს. აი ესეთი მოძრაობა უნდა საქმესაც. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აი ესე მოუვათ, რამე არ არსებობს. წარმატების მიღწევა არის ადვილი. შენარჩუნებაა ძალიან რთული. გამონაცვალი ტანსაცმლით გავიზარდე. არ მცხვენია. ძალიან უცნაურ რაღაცას გეტყვი. სტუდენტობის დროს სულ მშიოდა. სულ. აი, ოღონდ მეჭამა. და ისიც ცოტა, უბრალოდ მეჭამა. არასოდეს არ დამავიწყდება. ადამიანები ის, ვინც სტუდენტობის დროს გამომკვება. არასოდეს. და ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო. მე არ ვამბობ, რომ მე მარტო ჩემით გავაკეთე ყველაფერი. არა, მე ადამიანებმა გამაკეთებინეს. თამილა ლასხიშვილი, ასეთი მსახიობი იყო მარჯანიშვილის თეატრში, მუშაობდა, ძალიან ნიჭიერი არტისტი იყო. მივდიოდი ხოლმე და აი პირველი რო შევიდოდი თუ არა, დაიბანე ხელები და ჭამე. და ისე აი ეს პირველი საკვები იყო ეს, სანამ საჭმელს შევჭამდი, თამილა რო ამას მეტყოდა, ვიყავი ბედნიერი. ასევე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ზანდა იოსელიანი. პაციას მეძახდნენ. პაციას, იმიტომ რომ ჩემ თავს ვუწოდე, რომელი ჯაჯანიძე ხარ, რატო იცი, პირველ წელს ვერ მოვეწყე და მითხრეს, რომ დაბალი ხარო, სამსახიობოზე ვაბრა და მე რო დავრეკე, რომელი პაცია ჯაჯანიძე, პაციას მეძახდნენ და მოდი პაცი ზანდა მეტყოდა ხოლმე, რომ მოდი პაცი ჭადი ჩაგიცხე და მოდი გემრიელად უნდა გაჭამო და გამომიღებდა საჭმელებს და ჭამდი ხოლმე. ესე იყო ბევრი ადამიანი. ერთი ძალიან სევდიანი ისტორია უნდა მოგიყვე. ძალიან სევდიანი. წერეთელზე ვარ და აი უკვე ცუდად ვარ. ისე მშია. და ფიქრობ, რომ აი არ წავიქცე და იქ ახლოს ცხოვრობდა ჩემი მეგობარი. სასწაული დედა ყავდა. და მივდიოდი და მინდა რომ მივალ მაჭმებს. ძლივს გავიარე ეს არკა, აი არკას მივყვები. ორი კორპუსი უნდა გამევლო კიდე და მივედი პირველ სართულზე ცხოვრობენ და ნუ ეხლა იმას ხო ვერ ვიტყვი რომ მშია და მივედი და სადარბაზოში დამხვდა ხალხი. ჩემი ამხანაგის დედა გარდაცვლილი. ვისთანაც მიდიოდით ის თან აღარ გავაგრძელებ. არ გამაფუჭა ღალატმა. არ გამაფუჭა ბოროტებამ. არაფერი, აი როგორ არის იცი, საუკუნეების შენობა როა და ვერაფერი ვერ დააკრო. ქარმა, მიწისძვრამ, წყალმა, წვიმამ ვერაფერი ვერ დააკლო. ვერაფერი ვერ დამაკლეს. ბატონო გია, ყველაზე რთულ მომენტში რა გაძლევდათ ძალას, აი რა გაძლიერებდათ, რომ აი აქამდე მოგიყვანათ და მოგცათ мотиваცია. მაძლიერებდა ჩემი ოჯახი. და რა? აი დედა ჩემს არ უნდა გაეგო ჩემზე ცუდი. აი მე არ ვიცი ეს
ღმერთისგან იყო, რისგან იყო. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემი ოჯახის სახელი არ უნდა შემერცხვინა. აი ძალიან ხშირად არის ხოლმე ეხლა გოგო ბიჭებს, პატარებს უნდათ ჩაცმა და არა აქვს ოჯახს საშუალება. და დედა მიყიდე, დედა ეს გამიკეთე, მამა ეს მინდა და აი აქტ არა. მე მქონდა რა იცი, აი დედამ უნდა გაიხაროს, დედამ უნდა გაიგოს, მამამ უნდა აი გამართული უნდა იაროს. აქედან გამომდინარე ეს ძალა იყო მხოლოდ ოჯახი. როცა შენ, აი მე როგორ უყურებ, ნახე, ჩვენ ვართ ახლა აქ სხედვართ და მიყავს გადაცემა, მე ვარ სტუმარი, საიდან მოვედით? დედამ გვატარა 9 თვით მუცლით. დედამ გვატარა 9 თვე მუცლით. თავისი სისხლით გვკვება და დავიბადეთ. და ადამიანმა, რომელმაც მოგცა და გაჩუქა სიცოცხლე და გაგზარდა, შენ ანერვიულებ იმას? ჩემთვის ეს არ ყოფილა. დღესაც არ არსებობს 10 საათს რო გადაცდება, დედაჩემს უნდა დაურეკო. იმიტომ რომ მას ეს უნდა, რომ არ ინერვიულოს. აი რატო გაიკეთე სვირინგი? საბლატაოდ ალბათ. საბლატაოდ. როცა ამას იხატავდი, ამას როცა იხატავდი, დედაზე ფიქრობდი, რომ რას გეტყოდა დედა, არ მოეწონებოდა. აი ეს არის სამოტივაციო, ყოველთვის რაღაცა გარკვეული, უნდა მე ვარ ძალიან წინ დახედული, იმიტომ გამიმართლა. არც ერთი წერტილი არ მაქვს, იმიტომ რა ვიფიქრე, იცი? ხელი რო დაგინაოჭდება მთლიანად. და ეს აი ესე რო დაიჭმუჭნება ეს შენი ლამაზი სვირინგი, ამაზე იფიქრე? არ გიფიქრია. მოკლედ ჩემო ძვირფასო, ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. მადლობა ბატონო გია, ისთვის რომ გამონახეთ დრო და რაღაცეები, რაც აქამდე მაგალითად არ ვიცოდი, ბევრი, ასე ვთქვათ, თქვენსგან მართლა გავიგე. თქვენ კი შეგახსენებთ, მეგობრებო, ჩვენი მასპინძელია რესტორანი HP გრიბოედოვზე, რომელიც მდებარეობს ალექსანდრე გრიბოედოვის 31 ნომერში. მადლობა მათ და მადლობა ბატონ გიას.